გავაგრძელოთ ლექცია და ეხლა გავსაწყუროთ, როგორია კეთილდღეობის დანახარჯები მონოპოლიის შედეგად. საერთოდ აღნიშნეთ, რომ კონკურენტული ფირმისაგან განსხვავებით, მონოპოლია თვითონ აწესებს ფასებს, რომელიც ღრულ დანახარჯზე მეტია. მომხმარებლის პოზიციიდან თუ დავაკვირდებით სიტუაციას, მაღალი ფასი მონოპოლიას არასასურველს ხდის. მაგრამ თუ კი მონოპოლისტის მხრიდან შევხედავთ ამას, ეს მონოპოლისტისათვის საკმაოდ სასურველია, რამდენადაც მაღალ ფასს შეუძლია უფრო მეტი მაღალი მოგება მოუტანოს ფირმის მფლობელს. მაგრამ როგორი იქნება ამ შემთხვევაში კეთილდღეობა, რომელსაც იღებს მომხმარებლები. აი ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, ამისათვის განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, ერთი გრაფიკი, რომლის ანალიზის საფუძველზე საშუალება გვექნება განსაზღვროთ, როგორი არის კეთილდღეობა მონოპოლიის შემთხვევაში. უპირველეს ყოვლისა შეგვიძლია აი ამ გრაფიკის დახმარებით ავხსნათ და ვაჩვენოთ, რომ მოთხოვნის მრუდი, აი ეს მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს, როგორ აფასებს მომხმარებლების საქონელს. ეს გამოიხატება მომხმარებლების მიერ საქონლის შეფასება გამოიხატება იმაში, თუ როგორია მოცემული მომხმარებლების გადახდისათვის მზადყოფნა. სრული დანახარჯის მრუდი მონოპოლისტის დანახარჯების მრუდია ამავე დროს. ეს ვიცით, აი ეს სრული დანახარჯის მრუდი გვიჩვენებს ჩვენ მონოპოლისტის დანახარჯს. ამდენად ყველაზე საუკეთესო რაოდენობა პროდუქციის მიწოდებისა და რომელზედაც მოთხოვნა ექნება მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს, ეს იქნება სწორედ სრული დანახარჯებისა და მოთხოვნის მრუდის გადაკვეთის ადგილი. დიახ, ამ რაოდენობის ქვემოთ საქონლის შეფასება მომხმარებლის მიერ მეტია ამ საქონლის წარმოების დანახარჯებზე, ხოლო ამდენად შეიძლება ვთქვათ, რომ მომხმარებლის მიერ ამ საქონლის შეფასება უფრო მეტია და აი ამ რაოდენობაზე, ამ მოცემულ რაოდენობაზე საქონლის შეძენა გამოიწვევდა მომხმარებლის მეტ დანახარჯს. ბოდიში დანაზოგს და აი ამდენად მთლიანი დანაზოგის ზრდასაც. ამ რაოდენობის ზემოთ სრული დანახარჯი მომხმარებლის შეფასებაზე მეტია. აი ამიტომ პროდუქციის რაოდენობის შემცირება გამოიწვევს მთლიანი დანაზოგის გაზრდას. უკვე ეს იმიტომ, რომ გაიზრდება აქ მონოპოლისტის მოგება და მისი შემოსავალი. დიახ. თუ კი მოხდება, რომ წარმოება მიწოდება მონოპოლისტის მიერ დაემთხვევა, როგორც აღნიშნეთ, მომხმარებლის მოთხოვნას, ეს იქნება ყველაზე ეფექტიანი რაოდენობა იმ პროდუქციისა, რომელსაც მიაწოდებს მონოპოლისტი და რომლის შეძენასაც შეძლებდა ამ შემთხვევაში მომხმარებელი. მონოპოლიის არაეფექტიანობა შეგვიძლია მონოპოლისტის მიერ დაწესებული ფასის მხრიდანაც შევაფასოთ. ვინაიდან საბაზრო მოთხოვნის მრუდი საქონლის ფასსა და რაოდენობას შორის არსებული უარყოფით კავშირსაც ასახავს, რაოდენობა, რომელიც არაეფექტიანად მცირეა, აი დაახლოებით დავუშვათ უფრო მცირეა იქნება, ეკვივალენტურია ფასისა, რომელიც არაეფექტიანად დიდია. როდესაც მონოპოლისტი სრულ დანახარჯზე მეტ ფასს აწესებს,
ზოგიერთი პოტენციური მომხმარებელი ამ შემთხვევაში საქონლის მიერ ზღვრულ დანახარჯზე მისთვის შეფასება რა თქმა უნდა ზღვრულ დანახარჯზე მეტია და აი ამდენად იგი უფრო ნაკლებ ფასად აფასებს მოცემულ პროდუქციას, მოცემულ საქონელს. ასეთი მომხმარებლები საბოლოოდ საქონელს აღარ ყიდულობენ, ვინაიდან შეფასება, რომელსაც ეს მომხმარებლები ამ მომხმარებლებმა საქონელს მისცეს, ამ საქონლის წარმოების დანახარჯებზე მეტია. დიახ. ამდენად მონოპოლია აბრკოლებს ორმხრივ სასარგებლო ვაჭრობას, რასაც როგორც აღვნიშნეთ, ადგილი არ ჰქონდა ნამდვილად სრულყოფილი კონკურენციის პირობებში. აი ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ის არაეფექტიანობა, რომელიც ჰქონდა წინა ლექციებზე აღნიშნული, როდესაც ეკონომიკური კეთილდღეობა არაეფექტიანი ვაჭრობის გამო მცირდებოდა და სწორედ აი აქაც შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ ის დანაკარგის სამკუთხედი, რომელიც არაეფექტიან წარმოებაზე, მიწოდებაზე და საერთოდ ვაჭრობაზე მიგვანიშნებს. ასევე შეგვიძლია გამოვთვალოთ ჩვენ აქ მონოპოლისტის მიერ წარმოქმნილი არაეფექტიანობა, ანუ მონოპოლიის შეიძლება ვთქვათ არაეფექტიანობას. როგორც ცნობილია და როგორც ვიცით, მოთხოვნის მრუდი ასახავს რა საქონლის შეფასებას მომხმარებლის მხრიდან, ხოლო ზღვრული დანახარჯის მრუდი ასახავს ასევე შეფასებას მონოპოლისტის მხრიდან. ამგვარ მოთხოვნის მრუდსა და ზღვრულ დანახარჯის მრუდებს შორის მდებარე სამკუთხედის ფართობი მონოპოლიური ფასის შედეგად წარმოქმნილი დანაკარგის ტოლი იქნება. და სწორედ ეს დანაკარგი მივიღეთ იმის გამო, რომ მონოპოლისტმა მონოპოლიურად მაღალი ფასი დააწესა. ის რომ გაჩერებული იყო, მას რომ ფასი დაეწესებია აი ამ დონეზე, როდესაც ერთმანეთს კვეთს მოთხოვნის მრუდი, აი ეგერ მოთხოვნის მრუდი და ზღვრული დანახარჯების მრუდი, მაშინ რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტური იქნებოდა გაყიდვების ის რაოდენობა, რომელიც ზედაც მოთხოვნა ექნებოდა მომხმარებელს, მაგრამ იმის გამო, რომ ეწარმეს უნდა ამ შემთხვევაში მონოპოლის დააწესოს მონოპოლიურად მაღალი ფასი, ამ შემთხვევაში იკლებს რაოდენობა და ის დგება მონოპოლისტის მიერ განსაზღვრულ მონოპოლიურ რაოდენობაზე და პოტენციური მყიდველები, რომლებსაც შეეძლოთ ამ პროდუქციის შეძენა, ვეღარ იძენენ მას. აი ამდენად ადგილი აქვს დანაკარგის არსებობას. ეს დანაკარგი ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ გადასახადით გამოწვეულ დანაკარგს, მაგრამ აქვე შეიძლება აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მონოპოლის შემთხვევაშიც აი ესეთი დანაკარგი იჩენს რა შემთხვევას თავს, ამ ორ შემთხვევას, ამ ორ დანაკარგს შორის, ანუ დანაკარგი გამოწვეული მონოპოლისტის გამო და დანაკარგი გამოწვეული გადასახადების გამო, ერთმანეთისაგან ის განასხვავებს, რომ გადასახადიდან მიღებული შემოსავალს მთავრობა იღებს, რომელიც საზოგადოებას ისე უკან უბრუნდება და მათ კეთილდღეობას ხმარდება, მოგებას კი იღებს ერთი მონოპოლისტი, კერძო ფირმა მონოპოლისტის სახით. დიახ. აი ახლა უკვე ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ და ვისაუბროთ საკითხზე, თუ როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა მონოპოლიებთან მიმართებაში.
მონოპოლიებთან მას შემდეგ რაც გაჩნდა მონოპოლიები, სახელმწიფო გარკვეულ რეგულირებას ახდენს, გარკვეულწილად ერევა მონოპოლიის საქმიანობაში და აი ეს ყველაფერი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ. სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა შეიძლება ეცადოს მონოპოლიზებული დარგები გახადოს კონკურენტულ დარგებად, გადააქციოს კონკურენტულ დარგებად, ასევე მიიღონ მონოპოლის საწინააღმდეგო კანონები, ანუ მთელი კანონმდებლობა შეიმუშაოს მონოპოლიების საწინააღმდეგოდ, გადააქციოს ზოგიერთი კერძო მონოპოლია საზოგადოებრივ საწარმოებლად, ან არის ერთი შემთხვევა, რომელსაც ვეძახით, რომ არაფერი არ მოიმოქმედოს. ეხლა დავახასიათოთ მოკლედ თუ რა ხდება სახელმწიფოს ჩარევის შედეგად, რა მოხდა და რა შეიძლება ჰქონდეს ადგილი. საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ზოგადად სახელმწიფო მნიშვნელოვან წილად ახდენს ეკონომიკაში ჩარევას და მის სხვადასხვა ფორმით ჩარევას და მის რეგულირებას. სახელმწიფო აწესებს კონტროლს მონოპოლიებზე, დახმარებას უწევს მეწარმეებს. თავისუფალი მეწარმეობის ეკონომიკა ხომ ვიცით ჩვენ რომ დაფუძნებულია იმის მენაზე, რომ კონკურენცია ყველაზე საუკეთესოდ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. მაგრამ როდესაც მეწარმენი ერთმანეთს უკავშირდებიან, ერთმანეთს შორის დებენ ხელშეკრულებებს, სხვადასხვა დაუშვათ ფასებთან მიმართებაში ან ბაზრის გადანაწილების შემთხვევაში, მაშინ მომხმარებელი იძულებული არის უკვე მეტი გადაიხადოს იგივე პროდუქციაში, იგივე საქონელში. ამ შემთხვევაში ხელოვნურად ხდება ფასების გაზრდა, მომხმარებლები ვეღარ სარგებლობენ კონკურენციის იმ მთავარი მონოპოლარით, შეიძლება ასე ვთქვათ, რომლის შედეგადაც მათ შეუძლიათ ფასების შემცირების საფუძველზე მეტი საქონლის მიღება და აი ამდენად ხდება გადახრა მოთხოვნა მიწოდების წონასწორობის წერტილიდან. დიახ. თავიდან რომ იქნას აცილებული ბაზრების მონოპოლიზაციის ასეთი ნეგატიური შედეგები, მრავალი ქვეყნის მთავრობა ცდილობს გარკვეული ზომები მიიღოს მონოპოლიების შეზღუდვის და ბაზარზე შედარებით თავისუფალი კონკურენციის დასამკვიდრებლად. ამასთან არსებობს შემუშავებული არის ანტიმონოპოლისტური პოლიტიკა, ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობა, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებს ბიზნესში ჩარევის უფლებას იმ შემთხვევაში, როცა რეალური საფრთხე ემუქრება მის ნორმალურ ფუნქციონირებას. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობა, მთელი კანონთა სისტემა, დიახ, ასეთები არის დაუშვათ ეს შერმანის ანტიტრესტული კანონი, კლეიტონის კანონი, შემდეგ სამთავრობო სავაჭრო კომისიის კანონი და კომპანიების შერწყმის საწინააღმდეგო ცელერის კანონი. ასე რომ არსებობს კანონთა სისტემა, როგორც აღნიშნეთ, რომელიც სხვადასხვა გვარ დასჯას, სხვადასხვა გვარ ზემოქმედებას გულისხმობს მონოპოლიების მიმართ. ეს შეიძლება იყოს დიდი ფულათი ჯარიმები, ან კიდევ შეიძლება იყოს პატიმრობად პასუხისმგებაში მიცემაც კი. დიახ. ნებისმიერი აი ეს კანონმდებლობა, როგორც აღნიშნეთ, მიმართული არის მონოპოლიების წინააღმდეგ და სახელმწიფო ცდილობს დაარეგულიროს სხვადასხვა გზებით, როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა ფორმებით მონოპოლიების ბატონობა. დიახ. შეიძლება აღნიშნოთ, რომ არსებობს აი ესეთი რომ მთავრობა შეუძლია გარდაქმნას მონოპოლიები მთავრობის მიერ მართვადად. ასევე შეუძლია, როგორც აღნიშნეთ, არაფერი არ გააკეთოს. აი, არაფერს არ აკეთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ბაზრის ჩავარდნა, რომელიც მონოპოლიამ გამოიწვია, საზოგადოებრივი
ესე იგი, აი იმ პოლიტიკასთან შედარებით, რომელსაც მთავრობა ატარებს, ძალიან უმნიშვნელოა. და თუ ეს ბაზრის ჩავაგდნა, ასეთი ჩავაგდნა ძალიან უმნიშვნელო იქნება, ამ შემთხვევაში შეუძლია მთავრობამ არაფერი არ მოიმოქმედოს. აი აღნიშნულით შეიძლება დავამთავროთ ჩვენ ძირითადი საკითხების განხილვა და გავაკეთოთ რამდენიმე დასკვნა. უპირველეს ყოვლისა ის რომ მონოპოლია ეს არის ფირმა, რომელიც ერთადერთი არის ბაზარზე, ერთადერთი გამყიდველია ბაზარზე და მისთვის დამახასიათებელი არის მოთხოვნის კლებადი როდი. შემდეგ შეიძლება კიდევ ვთქვათ, რომ კონკურენტული ფირმების მსგავსად მონოპოლიური ფირმა მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს, ესე იგი, გამოდევნება ხდება მათ მიერ მაქსიმიზაციაზე მოგებისა, დიახ, რისთვისაც აწარმოებს ისეთ რაოდენობას პროდუქციისას, რომლის ზღურული შემოსავალი და ზღურული დანახარჯი ერთმანეთის ტოლია. ეს მსგავსად კონკურენტული ფირმებისა, მაგრამ განსხვავებით კონკურენტული ფირმებისა, მის მიერ დაწესებული ფასი ზღურულ შემოსავალზე მეტია, ამიტომ ზღურულ დანახარჯებზედაც მეტი არის. მონოპოლიის პროდუქციის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება მაქსიმალური მოგების მიღებას, იმ რაოდენობაზე ნაკლებია, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის და მწარმოებლის დანაზოგების ჯამის მაქსიმუმს. მონოპოლია იწვევს საერთო დანაკარგს, რომელიც გადასახადებით გამოწვეული საერთო დანახარჯის მსგავსია. და ბოლოს მთავრობა ცდილობს გამოასწოროს მონოპოლია ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობით, ფასის რეგულირებით ან მონოპოლიის გადაქცევით მთავრობის მიერ რეგულირებულად. დიახ, თუ ბაზრის მცირე ჩავარდნა პოლიტიკოსების არჩევანს არაფერს და პოლიტიკოსების არჩევანს არ უკავშირდება და არ ცვლის ის ძირითადად მომხმარებლის დანაზოგსა და მის კეთილდღეობას, ამ შემთხვევაში შეუძლია მათ არაფერი არ მოიმოქმედონ. აი ამით დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი ლექცია და შეხვედრამდე პრაქტიკულ სემინარულ მეთოდინეო.